ეშმაკმა თქვა, ცოდვას რომ ჩაიდენენ, მე მემაბრალებენო, ეშმაკმა შემაცდინა, ეშმაკი შემიჩნდადო და მთელი ასეთი ამბები და მაგ კატეგორიას ეშმაკმა შემოგითვალათ. მე თავი დავანებეთ, თქვენც კაი ჩათლახები ხართ. რატო ვცნუნდებით ადვილად და რატო გვერევა ეშმაკი? იმიტომ რომ დაბადების მეხუთე თავში წერია, რომ ღვთისხატად შეიქმნა ადამიანი და ღვთისხატება დაიკარგა ცოდვის დროს. როცა ადამიანი და ევა შეცოდა, ჩვენზეც ავტომატურად გადმოდის ცოდვა მემკვიდრეობით. და რაში დავემსგავსეთ ჩვენ ეშმაკს? მოჯანყეობაში, ღმერთის მოჯანყეობაში. ჩვენ ღმერთს გარეგნულად კი არ ვგავდით, არამედ სიყვარულში, სამართლიანობაში, სიწმინდეში. და ეხლა დავემსგავსეთ ცოდვის მერე ეშმაკს. და მას რო ძალა აღარ ქონდეს ეშმაკს ჩვენს წინააღმდეგ, ის ჩვენ ცოდვილ ბუნებას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს. რო აღარ ქონდეს, ამიტომ ქრისტეს უნდა გავატანო ჯვარზე, გოლგოთის ჯვარზე, რწმენით. ჩვენი ცოდვილი ბუნება უნდა მოვინანიოთ. და ის სასწაულს მოახდენს და შეგვცვლის და ძალა აღარ ექნება ეშმაკს ჩვენს წინააღმდეგ.